მე ვარ სოფიკო მარკოზია, ვარ მათემატიკის რეპეტიტორი. ცხოვრობდი რუსთავის საერთო საცხოვრებელში, სადაც სართულზე ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. ყველა რაღაცნაირად ერთმანეთს გვერდში ედგა, ერთ ოჯახად ვიყავით, ყველაფერს იზიარებდნენ. სიხარულს, რა ვიცი, ტკივილს. ძირითადად ეგეთ გარემოში ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა. და მე თბილისში გადმოვედი. თბილისში ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ აღმოჩნდი გარემოში, სადაც ყველას ეჩხუბებოდა. ყველა რაღაცა აგრესიული იყო. მან ვისწავლე, ვისწავლე, მან ვისწავლე ამბოხიც სამართლობის წინააღმდეგ. ავი სოციალური არსებებს რო ვეძახით საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ სოციალური პასუხისმგებლობაც გვეკისრება. ანუ იდეალური ქვეყანა ალბათ არ არსებობს და ვერც არსებობს, მაგრამ არის რაღაც საბაზისო რაღაცები, რაც მგონია, რომ ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს არის ადამიანის ღირსების დაცვა, უფლების დაცვა, ელემენტარული რაღაცების და უსაფრთხოება. უსაფრთხოება ალბათ პირველი. ყველაფერი მოშლილია, რაც ადამიანად აგრძნობინებს თავს. არაფერი არ გვაქვს, რაც საბაზისოა ნორმალურ ქვეყანაში. პროტესტში არ ყოფნა კი არა, სფარამეზე როგორ უნდა იფიქრო ეგეთი შრომები დგენია. შვიდად როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც ადამიანებს ეს ემართებათ. ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ქვეყანა მის ინტერესებზე აბსოლუტურად 100% და ამის წინააღმდეგ წავსვალებ ყველანი ციხეში. ილუზიები თუ ვინმეს რამე ქონდა, სადმე რამე ნარჩენი, აბსოლუტურად 2024-ში გამოეცალა და ყოველდღიურობა უკვე არის ეს სიმახინჯე და რეალურად იგივე ეხება ამ რეპრესიებსაც რა დღეს თუ ეხება ეს რაღაცა რუსთაველის საზოგადოებას ეს მუდმივად გაფართოვდება და ყველას მოიცავს და სანამ ეს მოხდება და ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცა გარდატეხის შანსი მანამდე უნდა გავაკეთოთ რაღაცა. ჩემთვის მათემატიკა არის ალბათ ყველაზე სამართლიანი მეცნიერება. ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. ყველაფერს აქვს კანონზომიერი შედეგი, ყველაფერს სწორად გააკეთებ გახვალ პასუხამდე, შეგეშლებათ ზუსტად იმას იღებ, რა ძალისხმევასაც ჩადებ. ეს პრინციპი ალბათ მგონია, რომ ცხოვრებაზე თუ განვაზოგადებთ, თუ რაღაცა გარეშე დამნაშავების ზევნას არ დავიწყებთ და საკუთარ თავზე უფრო მეტად კონცენტრირდებით, მგონია, რომ ზუსტად იმას მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. მე მგონია, რომ საზოგადოება თუ შეიძლება, სახელმწიფო შეიძლება. ანუ იმას გულისხმობ, რომ თუ თანხმდები იმაზე, რომ ტროტუარზე დგომისთვის ერთი წლით ადამიანი ციხეში გამოკეტონ, მერე მან ზღვარი იკარგება. ანუ მარტო ის არ არის, რომ რაღაცა გარდამტეხი ცვლილება შეიძლება მოიტანო. ანუ ისიც მნიშვნელოვანი მგონია მე, რომ როცა რაღაცა ხდება, შენი ხმა უნდა ისმოდეს, რომ მე ამაზე თანახმა არ ვარ. თუნდაც ერთი დღით ნაკლები რომ გაატანო სინდისის პატიმრობა ციხეში და მე ამისთვის გარეთ მომიწევდეს, რამდენი დღეც იქნება საჭირო, მე ამას გავაკეთებ სინდისის პატიმრებს, უბრალოდ ვერ მე დავიღალე მოდი დავჯდები სახში და თქვენ ციხეში ელოდეთ თქვენ განაჩენს. არა, ეს ძალიან შეუძლებელია, მაგას მიჩვენია, მაგას მიჩვენე. ერთი ტურისტი იყო იქ მოსული, რა ქვია, რუსთაველზე და ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რაღაცებს, აი მან რომ ვუთხარი რაღაცა მოუყავი რა სამჯერ ვიყავი დაჭერილი და ასე რაღაცა და მაშინ მითხრა რომ ალბათ შენ მებრძოლი ხარ. და არანაირად მებრძოლი მომიწია.